Tmanisში საპროტესტო მარში ამ წუთებში არის დასრულებული. საპროტესტო მარში დასრულდა თმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ. აქ რამდენიმე ადამიანი ისევ იმყოფება ბანერით ხელში, რომ თავისუფლება სინდისის პატიმრებს. დღეს უპრეცედენტო სოლიდარობა ნახა თმანისის ქუჩებმა. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია მოეწყო შაჩხუმიანის მხარდასაჭერად და სწორედ ამ ერთიანობის და სოლიდარობის დანახვის შემდეგ გამოცხადა გადაწყვეტილება, რომ ჩხუმიანმა შეწყვიტა შიმშილობა. შაჩხუმიანი ახლა თმანისის მუნიციპალიტეტის წინ იმყოფება, მან შეწყვიტა შიმშილობა. მთელი 7 დღე ერთი კვირა გაატარა სწორედ თმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ. მანქანაში მყოფა, აკათენებდა ღამეებს მანქანაში და შიმშილობდა იმისათვის, რომ ცდილობდა ამით მიეწვდინა ხელისუფლებისთვის ხმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ის, რასაც ქართული ხალხი უკვე ძალიან დიდი ხანი არის მოითხოვს, რაც ისმის თბილისის ქუჩებში და ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ შიმშილობის იყო ის, რომ ის ხმა, რაც თბილისის ქუჩებში ყოველდღიურად ისმოდა, ეს ხმა გაჟღერებული იყო ისეთ პატარა ქალაქებში, როგორიც არის მაგალითად თმანისი. შაჩხუმიანი დღეიდან უკვე წყვეტ შიმშილობას. ის აცხადებს, რომ მთავარი არა მისი შიმშილობა, არამედ ის ერთიანობა არის, რაც დღეს თმანისის ქუჩებმა იხილა. ქალაქში, სადაც ძალიან ბევრი პრობლემა არის, ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი არის და უკიდურესი გაჭირვება არის გამოფებული. ასეც ქალაქში მნიშვნელოვანი არის, რომ ისმოდეს პროტესტის ხმები იმისათვის, რომ ადამიანების ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ. დღეს თმანისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ქალაქებიდან იყვნენ ადამიანები ჩამოსულები, მათ შორის აქ იმყოფებოდნენ მსახიობები, აქ იმყოფებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ყველა აცხადებდა, რომ დღევანდელი დღე იქნება დასაბამი იმისა, რომ ქართული ხალხის ხმა გაჟღერდება სხვა პატარა თუ დიდ ქალაქებში. შაჩხუმიანი უცხადებს სოლიდარობას ყველა რეჟიმის პატიმარს, მათ შორის მოშიმშილე პატიმრებსაც და აცხადებს, რომ მისი შიმშილობა დასრულდა, რადგანაც მან დაინახა უპრეცედენტო ერთიანობა მის ირგვლივ გაერთიანებული. ეს ერთობა მინდა იყოს გადამდები და არა ჩემი შიმშილობა ყველა პატარა ქალაქისთვის. ჩვენ ყველა პატარა ქალაქში უნდა ვაჩვენოთ ეს ერთობას და მხოლოდ ეს აიძულებს ჩვენს ხელისუფლებას, რომ ჩვენს ემპათია დაკარგულ ხელისუფლებას, რომ ხალხი ჭკუაზე იაროს. დღეს საოცრად დამუხტული ვარ. ასე უნდა დავმუხტოთ ერთმანეთი ბოროტების წინააღმდეგ. რახა პირდაპირ ეთერში მოვხვდით, ახლა თქვენს თვალწინ შევწყვეთ შიმშილობას. პირველად მივიღებ თაფლიერ წყალს. პირველ რიგში სოლიდარობისთვის ჩამოვიდი და ჩამოვიდით იმისთვის, რომ მას შეეწყვიტა შიმშილობა, იმიტომ რომ გჭირდება ის და ყველას გჭირდება ახლა ერთმანეთი და მე მგონია, რომ არავის სიცოცხლე არ უნდა შეეწიროს ამას და ამისთვის რაღაცა გვერდში უნდა დაუდგეთ ერთმანეთს და მე მგონი ამ მიზანს დღეს საბედნიეროდ მივახციე. ერთიანობა, სოლიდარობას აქვს უდიდესი ძალა და ჩვენი იარაღი არის ეს ერთიანობა. ჩვენ არ უნდა წავახალისოთ ესეთი ფაქტები, შეიძლება ადამიანი წყობიდან გამოხვიდე აი ამ უსამართლობის დროს, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პასუხისგებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი შვილების მიმართ და ერთმანეთის მიმართ. ჭირდება ლაშა და ასეთი ადამიანები, ასეთი თავდადებული ხალხი, თავიანთი კუთხისთვის, თავიანთი ქალაქისთვის, ჭირდება ჯანმრთელები, ჭირდება რომ ისინი იბრძოდნენ, ქმნიდნენ ერთობის მაგალითებს. ძალიან მიხარია, რომ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ჩავთვალეთ მნიშვნელოვნად აუცილებლად ჩვენი აქ ჩამოსვლა, რომ ხარი დაუჭიროთ ლაშებს, ხარი დაუჭიროთ იმ იდეას, რომ არ შეიძლება რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ისე ილახებოდეს. საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება მის მიერ ისტორიულად არჩეულ ევროპულ გზას. თმანისში დაწყებული ერთი კაცის პროტესტი ძალიან ბევრი კაცის პროტესტად გადაიზარდა. ასეთი არის დღეს იმ პოლიტიკოსების შეფასება, რომლებიც თმანისში ჩამოვიდნენ სპეციალურად სოლიდარობის მიზნით. აქ იმყოფებოდა ხალხი სხვადასხვა რაიონებიდან და მათ შორის თმანისელებიც გამოვიდნენ დღეს ჩხუმიანის მხარდასაჭერად. დღეს შედგა ქართული ხალხის კონსოლიდაციის, ერთიანობის და ერთობის აქტი. თქვენ ნახეთ, რომ თბილისში არასდროს გამოსულა ამდენი ხალხი. შემოგვიერთდა ადგილობრივი მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვიანია, უკვე ბნელა, ჩვენი სოლიდარობა მზია ამაღლობელს სინდისის ყველა პატიმარს, რომელიც დღეს არის პენიტენციურ დაწესებულებაში. მადლობა ლაშა ჩხუმიანს, რომ მან გვანახა თავდადების, აი ასეთი მაგალითი, გადამდები მაგალითი, რაც არის ქვეყნის სიყვარულის. სოლიდარობები ერთმანეთის მიმართ ვართ არა მარტო რუსთაველის გამზირზე და არა მარტო თბილისში,
არამედ ბათუმშიც, ქუთაისშიც, მანისშიც და ჩვენ ამას ვაჩვენებთ კიდევ საქართველოს ბევრ სხვა ქალაქში და ბევრ სხვა სოფელში. თუ ამ თვითმარქვია ხელისუფლებას გონია რომ ეს პროტესტი არის მხოლოდ მოქალაქეთა მცირე ნაწილის პროტესტი და თუ ის მანახამდე ვერ დაინახა რა არის, ძალიან მალე ნახავს იმას, რომ ეს არის სამართლიანი პროტესტი და რადგანაც ეს არის სამართლიანი პროტესტი, ეს არის საყოველთაო პროტესტი. ჩვენ ეს მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე სწორედ ამით გადავრჩით, ერთობით გადავრჩით და რაც თავარი ამ დღეს აქ ჩვენი თანამებრძოლების ჩამოსვლა ნიშნავს ერთ მესიჯს კოცებისთვის, რომ ჩვენ არავის მარტო არ დავტოვებთ ამ ბრძოლაში. ხალხი იქნება ერთად და ამ ერთობით აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალიან სასიამოვნოა დმანისში ჩამოსვლა, იმიტომ რომ ნახე ჩვენი ხალხის ძალიან კარგი მუხტით, მანისელების სიყოჩარე, ლაშა ჩხუმიანის დიდი ვაჟკაცობა, კარგი შეხვედრაც გამოვიდა, ბევრმა ადამიანმა ისაუბრა თბილისელებმა და დმანისელებმა, ეს უფრო ძვირფასია რომ დმანისელებმა და ამას გარდა გავაკეთე ძალიან კარგი მარში, რომელსაც ბევრი ადგილობრივი შემოუერთდა. 20,000-იან დმანისში 9,000 კაცი რო იღებს სოციალურს, ნიშნავს რომ ოჯახში 2 კაცი არის ბიუჯეტის სოციალური დახმარებით დაბმული. მაგიტომაც არავინ არ გამოეკომაგა ლაშას. თან იმდენი სიკეთი აქ გაკეთებული, ხო? ჩამოვედით სოლიდარობისთვის და თან იმის საჩვენებლად, რომ დმანისიც საქართველოა, დმანისიც თბილისივით მნიშვნელოვანი არის და არც ერთი კუთხე და რეგიონი არ გვავიწყდება. საპროტესტო დღე დმანისში სიტყვით გამოსვლებით დაიწყეს. სიტყვის გამოსვლების დროს ისაუბრეს ადგილობრივების პრობლემებზეც, ამის შემდეგ კი მოეწყო ხმაურიანი მარში დმანისის ქუჩებში, რომელიც დასრულდა იაკ მერიის შენობასთან, სადაც პროტესტანტებსა და მერიას შორის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ჩააყენეს.